გულს. ნახოთ ლიკა რას დაგვიმზადებს. სალატს მაიონეზს ვუგავრა. აუ არა რა. ხო ტობინი შეჭამეთ. ამოიღე და მე ვუზავ მე. გოგონას ცალკე ხომ არ გინათ რომ გაგივლოთ თქვენ ძალიან წიკიანი ბრძანდებით და ჯორკო რა არის? ჯურკო არიცით რა არის? მე კი ვიცი. მაგას პუფი ქვია ჯორკო. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა დღეს, რომ ანა გადელიამ ძალიან კარგად მოირგო დრამა ქუინის იმიჯი. აბა ანა, რა გჭირს? არაფერი რა უნდა გჭირდეს. ანუ რას ნიშნავს არაფერი არ გჭირს? აშკარად რაღაც გჭირს და თან მე მეხება. ანუ რა დაფიქრებული ყავი შენ საქციელზე, კარგი იქნება. რაზე ან აუში ჩაგდებაზე? ხო, პატარა ბავშვი ხარ? არა, შენ მოიქცე პატარა ბავშვი. რა არის პატარა ბავშვობა, ხუმრობა და აუში ხელის მიყრა? ხო, რამეს დამერტყა თავი რა უნდა მექნა? ტირილი. ძალიან გაბრაზებული ვარ, აი ძალიან. ჩემთვის მოვდიოდი. უბრალოდ ვიხედებოდი აუსში და უკნიდან ლიკამ ხელი მკრა. ამ ხელა გოგო იმას ვერ უნდა ხვდებოდეს, რომ კიბეები იყო მით უმეტეს იქ და თავი რაღაცის უცებ დამეტყა სად მიდიოდა. ხუმრობა მისმის, მაგრამ ეს ძალიან ზედმეტი იყო. ეს საერთოდ არ გამცნებია და ზოგადად არ მიცნებია ეგეთ რაღაცებს. შეგეძლო მოსულიყავი და გეთქვა რომ ესეთი რაღაცა შე ვერ უნდა მიხდი ამ ხელა გოგო? უკვე მომხდარზე რაღა უნდა გაგვიყეთებინა. შეგეძლო მოსულიყავი, გეთქვა რომ არ მესიამოვნა და არ გამოსულიყავი და ხუთ ადამიანთან ერთად არ გეჭორვა ამ საკითხზე. შეგეძლო მოსულიყავი და გეთქვა ბოდიში თუ რამე გაწყენინეო. ბოდიშის მოსახდელი არაფერი არ გამიკეთებია, ამაშია პრობლემა. გააკეთე. როგორც ჩანს, ანას გართობა არ უყვარს. ან გართობის თავისი წესები აქვს. საერთოდ ვერ ვიფიქრებდი თუ აუსში ჩაგდება, რაიმე სკანდალს გამოიწვევდა და არ ამგონია თუ რაიმე დავაშავებ. მე არ სიამოვნებდი ეგ საქციელი, რა შენ გააკეთე, შენ მაგას ვერ შენ ვიცი. შეგეძლო წინასწარ გეთქვა. რა მეთქვა, მე რა ვიცოდი წინასწარ არ ვართ. მე რა ვიცოდი მაგას თუ გააკეთებდი. ხოდა მე საიდან დამესიზმრებოდა? საიდან დამესიზმრებოდა თუ შენ ეგ არ გესიამოვნებოდა? შენთვის რომ ხელი რა რეაქცია გეგმავდა ძალიან. რავი არა. აუ არა ვაფშე. საერთოდ არ მექნებოდ რა. მოხდა სადმე ეგეთ შემთხვევა? ხო, მაგას ვიძახი რომ მომხდარიყო მეთქი. არაფერს არ გავამშვიდდე. და ზოგადად მე ძალიან დავიღალე ამ ადამიანებთან მეგობრობის სწავლებით რა. ახლა მეც ძალიან ბრაზდები უკვე, აქამდე ძალიან მეცნებოდა და ვღადაობდი ამ თემაზე, მაგრამ უკვე სასაცილო აღარ არის. იმიტომ რომ ძალიან დიდ უაზრობად მეჩვენება მინიმალურ რაღაცაზე ამ ხელას სკანდალის ატეხვა. ბავშვური საქციელი რა არის? აუზში ხუმრობით ჩაგდება თუ ტირილი? როცა ხარ მეგობარი, ესეთ რაღაცებზე არ უნდა ჭედავდე და საერთოდ არანაირი რეაქცია არ უნდა გამოხატო. როცა ხარ მეგობარი, მაშინ იმასაც უნდა ხვდებოდე, რომ ეგ საქციელები უაზროა და პატარა ბავშვებით მოიქცე. რა, აუზში გააკეთე გულში, ხო? სასაცილოა. კი, მართლა. ანუ პატარა ბავშვია. მე არ მისწევს ეგეთი ხუმრობები და მე რო იგივე გამიკეთებინა, წარმოგიდგენია თვითონ რას იზომდა და როგორც იზომდა. სასაცილოა და ტირილი. ხო, ნამდვილად. რა? შენი მხრიდან ეგრე პატარა ბავშვით იქცევი. და რატო იტირე თუ სასაცილოა? არ მიტირი საერთოდ. შე ვირაინა მოგიტანა არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი. აი, დადი ხარ გაბუსული ესე, ხმას არიღებ და თუ და რა ადამიანმა უნდა მეთქვა, კარგი გოგო ხარ, მე თავზე ხელი გადამეშ. არა. რაცა ზოგადად ადამიანს რაღაც წqins, ცალკე არ უნდა ისაუბროს სხვებთან ერთად. ანუ ჩემი თუ არ სცხენიათ და ჩემი თუ არ ერიდებათ, დეიდა ჩემის მაინც შერცხვეთ, ანუ სირცხვილია ხალი რებს უყურებს. ანუ მე ძლივს ჩამოვედი ურეკიდან, ძალიან დაღლილი ვარ, ძალიან დაღლილი ვიყავი, დაშნევა მინდოდა და რა გააკეთე საერთოდ, ანუ საერთოდ აი ამ ხელამბის ატეხვა რა პონჩი, აი რა უნდა და ანუ დაიშვეთ და დაიკიდეთ და იხადავეთ რა არის.
ვისე? გოგო, გეტყვი, მაგრამ სხვებს არ უთხრა ჯერ, კაი, იმიტომ რომ ჯერ არ მინდა რომ ყველა მიცოდეს. ერთი ბიჭი არის ჩვენს უნივერსიტეტში, ერთ ისე გავიცანი და რა ვეი, შეხედე ეს ბიჭია. და რა გამოვა. არ ვიცი, ჯერ უბრალოდ წერთ ერთმანეთს. უბრალოდ არავის არ უთხრა ჯერ, არ მინდა რომ იცოდნენ. თუ რეცხავშინს მიაყოლა რა. კაი, დამიდე და გავრეცხავ. ანუ, შოქში ვარ. იცი, მინის ვინ მოწონს ფსოდ ბისწერს. შენ რომ მოწონდი სანდროს, მაგას. ხადავი. არა, მართლა გეუბნები. სანდრო, ის სანდრო? ხო, ნიუ-იორკზე მომეწონა. რა, ანუ რას ქვია? ან დამევარსაო და ეხა მანახე რომ წერდა. ურთიერთობაში არიან დანჯე? ხო, ანუ არავინ არ მინდა იცოდეს. არ ვიცი. ხადა. ანუ არა, მე შოქში ვარ. მართლა. შენ რატო არ გონდება? არ ქვია ის ხო? არავის არ უთხრა. შეხედე შენ. მოკლედ აბაზანიდან გამოვდივარ და ხედავ რომ ლიკას ეჭვრავება ჩემზე და იმ საიდუმლოს ეუბნება, რაზეც მე ვუთხარი რომ არავისთვის არ უნდა ეთქვა. მაგრამ თქმასაც ხომ გააჩნია, ისე გამიხილავდნენ, თავი შეურწყყოფილა და ცუდად ვიქცენ, ამიტომ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი საერთოდ. ზოგადად ძალიან სიქვეთქიფერი ვარ, მაგრამ ჩემი აზრით ეხლა ეს არაფერი არ იყო, ან ცოტა გადაობაც მინდოდა. მაგათ კიდია, პროსტა ვერთობიმე. ჯერ იქიდან დავიწყოთ, თუ მეგობრები ვართ, რას ნიშნავს ლიკუნას რა ეუბნება და ჩვენ არ გვეუბნება, ანუ რა დასამალია, ეგ ვერ ხვდები, რამე ისეთი გააკეთა, რაც დასამალია. მეორეც ერთი მესამე რომ მაგრად მკიდია და საერთოდ აღარ მაინტერესებს და თუ უნდა იყვნენ ერთად და ბედნიერებას ვუსურვებ, მეტს არაფერს. უბრალოდ ეს დამალვა რა არის, ანუ ვერ ხვდები რის გამო დამალვა და თან რატო ეწყინა რომ ლიკუნა მითხრა, ანუ რაღაცა თემა ჩამოვარდა და მოაყოლა, ანუ მეგობრები ვართ, ალბათ ლიკუნა ვერც წარმოიდგენდა იმას, რომ ჩვენთან ესე გააგრძელებდა დამალვას და შეიძლება ეგონა კიდეც რომ უკვე ნათქვამი ჰქონდა. ასე რომ არ ვიცი, მართლა ამას მისამართი რა. ის ხანდახან ისეთ რაღაცებს იზამენ ხოლმე, რომ ცოტა შტერდები. ნინი! სად მიდიხარ? იმათ კითხე. რა მოხდა? გოგოებო, სად ხარ? ერთი წუთი გამოდით აბა. რა ხდება? ლიკა, ჩამოდი. შვიდობა? ანა. შვიდობა? ანა რა ხდება? რა ვიცი, ნინი მიბოდა გარესა რა მოხდა? ვინ მიბოდა? ნინი, თქვენ სად გეკითხებოდ. მიბოდა? წავიდა. სად წავიდა რა გოგო? ვიცი, სახლში ალბათ. ანა მშვაღამისა სადმო წავიდეს. რა სახლში წავიდა? გიჟია? ანუ რით წავიდა? არ ვიცი, ბარგი ეჭირა ხელში და მირბოდა. და რა გითხრა? არაფერი, იმათ კითხავდა, გეკითხებით რა მოხდა. მე არაფერი არ მქონია, ანუ არ ვაფშე არც მინახავს. და არ უნდა ითქვა ჩვენთვის? მოდი დაურეკოთ. ნინი, სად წახვედი? რითი მიდიხარ ან რატო წახვედი? ტაქსი გამოვიძახე და სახში წავედი. ანუ ტიპმა გამიჩიშა. რას ქვია გაგიჩიშა? ნორმალურია ხა ეგ სექციალი? ჯერ მიდის და მე ვურეკავს და არც გვეუბნება რატო მიდის? რა მოხდა, რატო წავიდა, ან როგორ მიდიოდა? რა ვიცი, მე იქ ვიჯექი და ბარგი ეკიდებული ქონდა და რო გამოვედი, წასული მიბოდა. უცნაური, ანუ მეც აზია რომ რატო წავიდა, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანი ესეთ ყოველუბრალოდ არ მოიქცევა. აშკარად რაღაც მოხდა და აუცილებლად უნდა გავარკვიოთ. აი, მართლა გულწრფელად ვცადე რომ გამეგო რეალურად რა მოხდა, მაგრამ გამიჩიშა ტელეფონი. მე რაღაც შუაში ვარ ვერ გავიგე. იქნებ აიხსნა და დავხმარებოდი რაიმეში, ხო? გოგო, იცი რა ვიფიქრე? ნინი ჩვენი ლაპარაკი ხო არ გაიგო და მაგის გამო გაიქცა. მე არაფერი არ ყოფილა ისეთი ახლა რომ მაგის გამო წასულიყო თბილისში. ხო, მაგრამ ანამ და ნინი ისა ლიკამ ჩვენო არაფერი არ მოგვცვლია ნინისთანო და მე და შენც ხო არაფერი და იქნებ გაიგო რომ ელაპარაკებოდი და რაღაცა ცოტა არასწორად გაიგო ან რავი სხვა რაღაცა იგონა და არც დაგულაპარაკა და მაგიტო გაიქცა. ის სხვა რა უნდა იფიქრო?
არ ვიცი რა მოგეთქვი.